ქართული სამზარეულო ისე მიყვარს, სადაც არ უნდა ვიყო სახლში სულ ქართულ საჭმელს ვჭამ. ახლაც გადავწყვიტე, რომ აჯაფსანდალი გამეკეთებინა. მე აჯაფსანდალს ვაკეთებ ხოლმე ფენებად, ანუ ჯერ ხახუს დავჭრი, დავიწყებ მის მოთუშვას, ვუმატებ ფერად ბულგარულებს. ბულგარულების მერე ვამატებ ბადრიჯანს და ბადრიჯანის პოვნა ამერიკაში იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ როგორც ჩანს აქ მხოლოდ დაკონსერვებული ან გაყინული ბადრიჯანი იყიდება და ცოცხალ ბადრიჯანს ხალხი არ ხმარობს. ამიტომ მომიწია ინდურ რესტორანში წასვლა, რომ იქ მეყიდა ბადრიჯანი. შუალედებში, რა თქმა უნდა, სუნელები. ბადრიჯნის მერე პატარა კუბიკებად დაჭრილ კარტოფილს ვაყრი ხოლმე აჯაფსანდალის შემდეგ ფენად. შემდეგ ისევ ვამეორებ ბულგარული, ბადრიჯანი, სუნელები, ზემოდან ისევ კარტოფილი. მე კარტოფილიანი აჯაფსანდალი ძალიან მიყვარს და შეძლებს დაგვარად ბევრს ვუკეთებ ხოლმე ამიტომ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა გაზევდებ, ვაცლი რომ კარგად ჩაითუშოს, ამასობაში ვყრი პომიდორს, წვრილ-წვრილად და ზემოდან ვაყრი მილიონერ სუნელს ვუკეთებ და ველოდები რომ გემრიელად ჩაითუშოს და გამზადდეს ჩემი ყველაზე გემრიელი და საყვარელი აჯაფსანდალი.